მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო. ეს გულქასთია, მე ვარ ლიზი, ქალაქ ზუგდიდის ნომერ 4 საჯარო სკოლის მოსწავლე. დღეს ჩვენთან ერთად არის ძალიან საინტერესო წარმომადგენელი, ქალაქი ქალბატონი ნათია ცირამოა. და დღეს ვაპირებთ, რომ ვისაუბროთ ბევრისათვის ძალიან საინტერესო თემაზე, ეს ეხება სტრესის მართვას და დროთა განმავლობაში უფრო ჩავუღმავდებით უშუალოდ ამ საკითხს და ქალბატონი ნათია ახლა გაგვაცნობს უშუალოდ სტრესის მნიშვნელობას პირველ რიგში. მადლობა ლიზი მოწვევისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. და წარმატებები მინდა გისურვებთ ამ არაჩვეულებრივ წამოწყებაში და მჯერა რომ ბევრი მაყურებელი გეყოლებათ, ბევრი გამომწერი და ბევრისთვის ძალიან სასარგებლო იქნება ის ინფორმაცია, რომელსაც თქვენი მეშვეობით მოისმენთ. კი ბატონო. ხო, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი საკითხი ძირითადად რასაც განვიხილავთ, ეხება სტრესის მართვას და აი რომ დავიწყოთ უშუალოდ რა არის სტრესი პირველ რიგში. მადლობა კიდევ ერთხელ რომ ამ თემით დაინტერესდით. ნამდვილად არაერთი მოზარდისგან მოზარდში შემიმჩნევია ინტერესი ამ თემასთან დაკავშირებით და ალბათ შემთხვევით არ არის რომ ჩვენი გადაცემაც ამ თემას მიეძღვნა. სტრესი არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ანუ ფაქტიურად ყოველი დღე გარკვეულ სტრესს მოიცავს, ხო? რო განვმარტოთ, სტრესი არის გარკვეული მოთხოვნა, ან ლიტერატურაში ესე განიმარტება, რაღაცა ზეწოლა, რომელსაც გარემოდან ვიღებთ, ხო? და შესაბამისად ვრეაგირებთ. როგორც გითხარით, სტრესი არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და შესაბამისად ის თუ როგორ ვუმკლავდებით მას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დააკავშირებული არის ჩვენს მენტალურ კეთილდღეობასთან. ანუ რამდენად კარგად შემიძლია მე და გავუმკლავდე სტრესს და რამდენად სტრესმედეგი ვარ, ხო? აი ამ ტერმინს ვიყენებთ ჩვენ. შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ უდრის იმას თუ რამდენად მაღალია ჩემი ცხოვრების ხარისხი და ჩემი მენტალური თუ ფიზიკური კეთილდღეობა. მადლობა, ძალიან საინტერესოა. ნამდვილად და ზოგადად ეს საკითხი ძალიან აქტუალურია ზოგადად მოზარდებში. და დღეს უკვე რა კი ამ საკითხს ვეხებით და რა კი ჩვენი ძირითადი თემატიკა სწორედ მოზარდებისთვის არის მიმართული. ასეთი კითხვა მექნება, რომ აი როგორ ვლინდება ზოგადად სტრესი მოზარდებში და შემდგომ უკვე ამას რა შეიძლება გამოიწვიოს, როგორ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სტრესი არის ყველა ასაკში თავისებურად ვლინდება. თუმცა არის გარკვეული ფუნდამენტური სტრესული რეაქციები, რომელიც ყველა ადამიანს აქვს ერთნაირი ასაკის და კულტურის თუ სქესის მიუხედავად. სტრესული რეაქცია, რომელიც აქვს ადამიანს და ეს არის თანდაყოლილი, სამი ტიპის რეაქცია გვაქვს, ეს არის გაშეშება, შებრძოლება ან გაქცევა. ეს არის თანდაყოლილი რეაქციები, რომელიც კონკრეტული სტრესული გამოცდილების დროს ადამიანს თანდაყოლილად ბუნებრივად მოყვება. როგორც გითხარით, სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა ხდება ხოლმე, რომ გარკვეულ სტრესულ გამოცდილებასთან გამკლავება, ჩემს გარკვეულ ძალებს თუ აღემატება, შეიძლება ამან გარკვეულწილად ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ფუნქციონირებაზე იქონიოს ნეგატიური გავლენა. ჩვენ ფსიქოლოგიაში ასე მივიჩნევთ, რომ თუ ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ფუნქციონირებაში ხელი არ ეშლება, ეს ნიშნავს, რომ ის ამ კონკრეტულ სტრესულ გამოცდილებას, როგორიც არ უნდა იყოს ეს, უმკლავდება. თუმცა თუ ჩვენს თავს ვამჩნევთ, რომ გარკვეულწილად შევიცვალე, თუ ვხედავ, რომ უფრო გაღიზიანებული ვარ, შემიცვალა ურთიერთობები, სწავლის ხარისხი შემცირდა, ადრე რაც მაინტერესებდა თითქოს უკვე აღარ მაინტერესებს და ვხედავ, რომ ამან გარკვეულწილად ჩემი ცხოვრების ხარისხი შეცვალა და გააუარესა, ნუ ასეთ შემთხვევაში ამის შემჩნევის შემდგომ და უკვე ვიფიქრო, რომ ხო არ არის ის ჩემი რაღაცა სტრესი, რომელიც ჩემს გარშემო ხდება, ხო არ ამღემატება ჩემს გამკლავების, ასე ვთქვათ, ძალას, ხო? და როდესაც ეს რაღაცებს შევამჩნევ,
აღმოაჩნევთ ან ჩვენს თავში, ან ჩვენს მეგობართან, ახლობელთან, ასეთ შემთხვევაში შეიძლება რომ ადამიანმა უბრალოდ ითხოვოს დახმარება, გაუზიაროს ახლობელს თავისი ემოციური მდგომარეობის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს სპეციალისტის დახმარებაც. კი ბატონო. ასევე არ შემიძლია რომ ვნიშნო, რომ ამ დროის განმავლობაში, როდესაც ეს სტრესის ნიშნები ნელ-ნელა ვლინდება ჩვენში, როგორც მოზარდებში, ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორ მოვახდენთ ამ ყველაფერზე რეაგირებას და ძალიან კარგად აღნიშნეთ ეს ყველაფერი და ვფიქრობ, რომ ჩვენი მაყურებლებისთვის საკმაოდ გამოსადეგი ინფორმაცია იყო ახლა რაც თქვით. და თქვენთვის, ანუ თქვენ როგორც სპეციალისტი და გამოცდილი ამ საქმესთან მიმართებაში, როგორ ფიქრობთ, რა არის სტრესის ყველაზე გავრცელებული წყაროები სკოლის მოსწავლეებისთვის, იმიტომ რომ თვითონ სკოლა მაინც საბოლოოდ რომ ვთქვათ, ისეთი გარემო არის, რომ ანუ თავის არიდება არ შეგვიძლია ამ სტრესის მიმართებაში, იმიტომ რომ იქ არის ხან გამოცდები, ტესტები, ელემენტარული დაფასთან გამოსვლაც კი ბევრისთვის იმდენად სტრესული არის, რომ იმდენად დიდი შესაძლებლობა შეიძლება ქონდეს ამ ადამიანს, რომ ის უბრალოდ არ წარმოაჩინოს. ან როდესაც თავისი აზრის დაფიქსირება სურს და ამას ვერ აკეთებს უბრალოდ იმიტომ, რომ გამბედაობა არ ყოფნის. ესეც სტრესის მიმართულებით ხომ არ შეგვიძლია რომ მოვიაზროთ. მადლობა ლიზი ამ კითხვისთვის და ესე რაღაც თვალსაჩინოდ წარმოჩენისთვის იმ გამოცდილების, რასაც შენი თაობის და შენ თვითონაც ალბათ აწყდები. ჩვენთვის აი ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირველი ნაბიჯი, რომ სტრესთან გამკლავება შევძლოთ, არის ის, რომ ვიცოდეთ მეტი, თუნდაც საკუთარი თავის შესახებ, ამ შემთხვევაში გულისხმობ იმ ასაკობრივი თავისებურებების შესახებ, რომელიც შეიძლება მოზარდობის ასაკს ახასიათებდეს, ხო? რა თქმა უნდა, სკოლა არის გარემო, სადაც სხვადასხვა მოთხოვნებია, ხო? რაც ერთგვარი ბიძგიც არის, რომ განვითარდეთ, ხო? თუმცა დასაწყისში ვახსენოთ, რომ იქ სადაც გარკვეული მოთხოვნაა და შეიძლება ზოგ შემთხვევაში ზეწოლაში ვგულისხმობ, რომ აი გარემოა, სადაც გიწევს, რომ ისეთი რაღაცები ისწავლო, რაც ჯერ არ იცი, რაც რა თქმა უნდა ჩვენი თავის ტვინისთვის დამატებით ძალისხმევას ნიშნავს, ხო? შესაბამისად, იქ სადაც რაც მე არ ვიცი და ახალი შესწავლა მიწევს, ეს გარიგულისხმება მხოლოდ საგანი, ანუ საუბარია, რომ იქ ურთიერთობების სწავლა მიწევს, ხო? იქ მიწევს რაღაცა წესების დაცვა მიწევს, ხო? რაც ჯერ შეიძლება არ მაქვს ისე გაშინაგნებული, ან მიწევს, რომ გადაწყვეტილება სწრაფად მივიღო, ავიღო პასუხისმგებლობები, რომელიც ჯერ არ ამიღია, ხო? ანუ რაც სიახლეა, ახალია და ამ ყველაფრის ათვისება, როცა გვიწევს, რა თქმა უნდა, ჩვენი თავის ტვინისთვის ეს არის დამატებითი ზეწოლა, მოთხოვნა, რაც ჩვენს მიერ აღიქმება როგორც გარკვეული სტრესი, ხო? შესაბამისად, აქ ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ნაბიჯი და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ვიცოდეთ, აი მოზარდისთვის კი არა, ალბათ ნებისმიერი ადამიანისთვის, ზრდასრულისაც, ვიცოდეთ, რომ აი რა თავისებურებები, რა ფსიქოლოგიური პროცესები მიდის, ხო, თუნდაც მოზარდობის ასაკში. ამის ცოდნა ბევრისთვის შეიძლება სასარგებლო, მავნე ყოველ შემთხვევაში არ არის, ხო, რაც უფრო კარგად, ანუ ფსიქოგანათლებაზე ვსაუბრობ, რაც უფრო მაღალია ცოდნა საკუთარი ფსიქოლოგიური პროცესების შესახებ, რომელიც ჩვენში მიდის, მით უფრო კარგად შემიძლია რომ ვადაპტირდე, მივხვდე რომ ეხლა ესე იმიტომ ვარ, რომ აი თურმე ეს ხდება ჩემში და ეს პროცესები მიდის, ხო? ანუ თავარი რაც არის მოზარდობისთვის დამახასიათებელი, ეს თავისებურებები, რაც პრინციპში შენც აღნიშნე, ეს არის რომ შეიძლება რომ გარკვეულ სიტუაციებს აღვიქვავდე საკმაოდ ესეთი მძლავრ ემოციებს იწვევდეს ჩემში, ხო? რაც შეიძლება სხვა საკში რო ვიყო, ესე ემოციურად არ მომეჩვენოს, ხო? ყველაფრის საფუძველი და ახსნა შეიძლება იყოს სწორედ თავის ტვინში მიმდინარე პროცესები,
რაც მოზარდის ტვინისთვის არის დამახასიათებელი. უფრო კონკრეტულად ჩვენ ასე პირობითად შეგვიძლია დავყვეთ, რომ თავის ტვინში გვაქვს თავის ტვინის ემოციური ნაწილი, რომ სადაც არის ესეთი ნაწილი ამიგდალას ვეძახით, სადაც აი ემოციურ ნაწილში ხდება ემოციების პროცესირება. ანუ ჩვენ როდესაც ჩვენი აღქმის ორგანოებით, ხო, აღვიქვავთ გარკვეულ სიტუაციას, რომელშიც ვიმყოფებით, ხო, აღქმის ორგანოები რა გვაქვს, ხო, შეგრძნების ორგანოები, ანუ მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემა, შეხება, ხო? როდესაც გარკვეული ინფორმაცია შემოდის თავის ტვინში, გადამუშავდება, ხდება ამ სიტუაციის ერთგვარი შეფასება, შესაბამისი ემოციების ან აზრების წარმოშობა და შემდგომ რეაქცია, ხო, რასაც აი ამ კონკრეტულ სიტუაციაზე გვაქვს ხოლმე, ხო, აი ამ რეაქციის ასე ვთქვათ განხორციელება, ხო? ჩვენი თავის ტვინის ეს ემოციური ნაწილი მოზარდების ასაკში უფრო განვითარებულია, ვიდრე თავის ტვინის რაციონალური ნაწილი, რომელსაც ქვია პრეფრონტალი, ანუ ნეოკორტექსი იგივე. პრეფრონტალი, ანუ შუბლის წილი, ქართულად რო ვთქვათ, შუბლის წილი არის თავის ტვინის წინა მხარეს, რომელიც პასუხისმგებელია რაციონალურ აზროვნებაზე, ლოგიკაზე, მსჯელობაზე, ასევე პასუხისმგებლობის აღებაზე, ანუ ყველაფერი, რაც აზროვნებასთან და რაციონალურობასთან არის დაკავშირებული, არის შუბლის წილის პრეროგატივა, ასე ვთქვათ. საინტერესო ძალიან. რაც საინტერესო მიგნება, ის არის, რომ თავის ტვინის ეს ნაწილი 25 წლის ასაკში ასრულებს განვითარებას. და მოზარდობა არის ის ასაკი, როდესაც პრეფრონტალი აქტიურ განვითარებას იწყებს. ხო, ეს კრიტიკული აზროვნება, მსჯელობა და ასე შემდეგ, ხო? თუმცა, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღებისას და რეაქციის ხო, რა რეაქცია მექნება მე კონკრეტულ რასაც აღვიქვავ, ხო, რა სიტუაციასაც აღვიქვავ, ამაზე რა რეაქცია მექნება და საერთოდაც როგორ აღვიქვავ, მოზარდობის შემთხვევაში მთავარ როლს ასრულებს ემოციური თავის ტვინის ნაწილი. მადლობა. ხო, ეს ერთგვარად ხსნის თუ რატო შეიძლება იყოს გარკვეული ნამდვილად სრულყოფილი პასუხი იყო, ძალიან საინტერესოა და რა კი უკვე ამ თემებს ასე სიღრმისეულად შევეხეთ, მაინტერესებს კიდევ ასეთი რაღაც, რომ მართალია, ძალიან რთულია გაკონტროლება ამ ყველაფრის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მოზარდი ხარ და ამდენი საფიქრალი ერთად გაქვს. და იმის და მიუხედავად, რომ ზრდასრულები არ ვართ, მაინც იმდენად დიდი წნეხი შეიძლება გქონდეს თითოეულ მოზარდს, რომ ეს ყველაფერი შემდგომ სტრესში გადაიზარდოს. ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ, ბევრს ჩემთან ატოლს აინტერესებს, რა მეთოდები შეიძლება არსებობდეს მათი გამკლავებისთვის. აი რაღაც ვარჯიშები, როგორც ვიცი, რაღაც სუნთქვის ვარჯიშებიც არსებობს და ამასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია რომ მოგცეთ, აი როგორ შეიძლება რომ ეს სტრესი იმ მომენტში გავაქროთ და ჩვენი თავი შედარებით ვაკონტროლოთ. კი ბატონო. პირველი რასაც ვაკეთებ, თქვით, რომ აი მეტს ვიგებ, რომ აი რატომ აქ მე რაღაცა რატომ ცოტა ისეთი ახსნა ხო აი რა არის ეს სტრესი? ანუ ფსიქოგანათლება არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ უკეთ გავუმკლავდეთ სტრესს. ხო, აი რაც გავხსენით, ხო ახლა რაღაც ნაწილი ზე ვისაუბრეთ, ხო, თუმცა რა თქმა უნდა თემა ბევრად ვრცელია. რა ბევრი არსებობს სხვადასხვა ვარჯიშები, იგივე mindfulness ტექნიკები, სადაც ჩვენ ვაკეთებთ სუნთქვით ვარჯიშებს, ხო, რაც თქვენ ახსენეთ. ჩასუნთქვა, სუნთქვის შეკავება, მერე ამოსუნთქვა, რაც ერთგვარად ანტისტრესულად მოქმედებს და უწყობს განმუხტვას და განტვირთვას ხელს. ამ ტექნიკების სწავლა, რა თქმა უნდა, ძალიან გვეხმარება და რაღაცა ყოველდღიურადაც კი ვუწერთ ხოლმე, რომ დღეში რამოდენიმეჯერ გავაკეთოთ ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ გავიაზროთ, ხო, ჩვენს
თავთან რაღაცა დავკონტაქტდეთ და მივხვდეთ, რომ აი კონკრეტულად რა არის ჩვენში სტრესის გამომწვევი ფაქტორები, ხო, სტრეს ფაქტორებს, რასაც ვეძახით. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ მოზარდი ახსენებს, რომ აი სკოლა არის ჩემთვის სტრესული. თუმცა რომ ჩავძიებივართ, შეგვიმჩნევია, რომ ასეთ შემჩნევია, რომ აი მთლიანი სკოლა კი არ არის სტრესული, ანუ რაღაცა ძალიან კონკრეტულამდე დავდივართ ხოლმე და მე რაღაცა სიტუაცია იმდენად რთულად და ზოგადად ნეგატიურად აღარ ეჩვენება ხოლმე. ხო, აი სტრეს ფაქტორების განსაზღვრა, რომ აი რა იწვევს კონკრეტულად ჩემში სტრესს, რა არის სტრესის გამომწვევი მიზეზი, ხო? მე აი რა რეაქციები მაქვს აი ამ სტრესთან დაკავშირებით, რომ აი რა სტრესული შეგრძნებები მაქვს, ხო, იქ გული მიჩქარდება, ვერ ვსუნთქავ, აი სხეულის და სკანირება, ხო, აი რა ვსგრძნობს სხეულში, როცა იმ კონკრეტულ სიტუაციაში აღმოჩნდები, ხო? აი ამის შემჩნევაც ერთგვარად ეხმარება ადამიანს, რომ აი რაღაცა მართოს ეს თავისი მდგომარეობა, ხო? და იმ დროს თუნდაც გარკვეული სუნთქვითი ვარჯიშების გაკეთება, ხო, გრაუნდინგის ტექნიკა არის ასევე, რომ ჩვენი შეგრძნების ორგანოებით აქ და ამჟამად დაუბრუნდეთ, ხო, რომ ხშირად არის, რომ ჩვენ გარკვეული სიტუაციის მოსალოდნელი შედეგის უფრო გვეშინია, ვიდრე იმ კონკრეტული იმ წამს სადაც ვართ იმ სიტუაციის, ხო, ხშირად შფოთვა უფრო მომავალთან არის ხოლმე დაკავშირებული, რომ აი რო გამოვალ, იქნებ ვერ მოვყვე, რომ ვერ მოვყვე, შევრცხვები, მე მასწავლებელი გამიბრაზდება, ხო, რაღაც აი ესეთი აზრები და ფიქრები მოდის გონებაში, ხო? და ეს რაღაც overthinking-საც ეძახიან ხოლმე, ხშირად მსმენია ეს ტერმინი. ხშირად ეს ფიქრები, აზრები უფრო გვაშფოთებს ხოლმე, ვიდრე თავად ის სიტუაცია, რომელშიც ვიმყოფებით, ხო? ანუ ჩვენი ინტერპრეტაცია იმ კონკრეტული სიტუაციის, რომელშიც ვიმყოფებით, ვიდრე თავად შეიძლება ობიექტურად ეს სიტუაცია იყოს რაღაცა საფრთხის შემცველი. კი, ახლა ამაზე რომ დაიწყეთ საუბარი, აი ჩემი თავი დავინახე უკვე მანდ და მე პირადადაც მასე ვარ და ახლა როცა უკვე გავიგე რომ აი იმ აწყოში უნდა დავბრუნდე, ამას ნამდვილად გავითვალისწინებ. და რაც შეეხება ერთი პირადი გამოცდილებიდანაც მინდა მოყვერო, როდესაც მე უშუალოდ ამ სტრესში ვარ ხოლმე და შეიძლება რაღაც სკოლიდან გამომდინარე იყოს, თუნდ იმ გაკვეთილიდან, ან იმ გამოცდებიდან, ან თუნდ ყველაზე გულწრფელი რაც ახლა შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ეროვნული გამოცდები ახლოვდება, უკვე მზადება გვიწყოს მათთვის და ასევე ის პროფესიული ორიენტაცია, რომელიც ახლა მიწევს რომ გავაკეთო, საკმაოდ სტრესული არის ჩემთვის და ზოგადად ასეთი გრძელვადიანი სტრესის საკითხები და ის მოკლევადიანის რომ რაღაც ერთი დღე შეიძლება რაღაცა ისეთი მოხდეს, რამაც გამოიწვიოს ეს კონკრეტული ჩემში. ამ დროს რასაც მოვაკეთებ არის იმ საყვარელი საქმის გაკეთება, რაც სიამოვნებას და სიმშვიდეს მგრის. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება ჩემ შემთხვევაში იყოს ხატვა, სიმღერების მოსმენა, ასევე სპორტით დაკავება და ამ ბოლო დროს აღმოაჩინე, რომ როდესაც რაღაც ძალიან დაძაბული ხდება ჩემს გარშემო, სპორტი ნამდვილად მეხმარება იმართლა გულწრფელად, იმდენად დიდ სიამოვნებას მგრის, რომ თუნდ სიარული, თუნდ ველოსიპედით გატოვება ან ფრენბურთის თამაში, აი ძალიან დიდ სიამოვნებას მგრის და შეიძლება რომ ესეც ერთ-ერთი ჩემთვის პირადად თავდაღწევის გზა იყოს იმ სტრესიდან. კი ბატონო. და ახლა რაც შეეხება უშუალოდ ამ სკოლის საკითხს რომ გადავუხვიოთ, მაგრამ არა მოზარდების, მინდა ასევე აღვნიშნო სოციალური მედია. სოციალურ მედიას არა მარტო მოზარდები, არამედ დასრულებით ძალიან ხშირად ვიყენებთ და ეს შემდგომ უკვე იმდენად დიდ ზეგავლენას იწვევს ჩვენში, რომ შეიძლება იყოს ერთ-ერთი სტრესის გამომწვევი მიზეზი. ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი აზრები, რომ აი რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკვე როდესაც სტრესი მოდის სოციალური მედიის გავლენით. ძალიან კარგი ტექნიკები ახსენე შენ სტრესთან გამკლავების.
ესე იგი ჩვენ გვაქვს ადაპტური და არაადაპტური სტრესთან გამკლავების მექანიზმები, ხო? როგორიც არის, აი ადაპტური არის ისეთი რაღაცა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაშიც დადებით შედეგებს მაძლევს. იგივე სპორტით დაკავება, სუფთა ჰაერზე სეირნობა, წიგნის კითხვა, ხო, რაც მეხმარება, ну საყვარელი საქმით, ჰობი თუ გვაქვს არაჩვეულებრივია, ჰობით დაკავება, აი ფიზიკური აქტივობების ცურვა, რომელიც ძალიან ანტისტრესული არის, ეს არის აქტივობები, რომელიც მეხმარება, რომ ზოგჯერ ყურადღება გადავიტანო. აი სტრესი, რომელიც აი მთელი დღის განმავლობაში თუ ვარ გარემოში, სადაც მუდმივად მიწევს რაღაცა ძალისხმევის ჩადება, ხო? რა თქმა უნდა, ეს სხეულებრივ დონეზეც იწვევს გარკვეულ ზემოქმედებას ჩვენზე, ხო? იგივე სტრესის დროს რა ხდება, რომ როდესაც ჩვენ გარკვეულ სტრესულ სიტუაციაში ვარ და მე შენ კითხვაზეც გადავარ სოციალურ მედიასთან დაკავშირებით, როდესაც სტრესულ გარემოში ვარ, ხო, რაღაცა ხდება, რაც აღიქმება ჩემი ფსიქიკის ტვინის მიერ სტრესად და ამ აღქმის და ინტერპრეტაციის შედეგად, რომ აი რაღაცა სტრესში ვარ, ხო? ჩვენ გარკვეულ ქიმიურ დონეზეც გარკვეული პროცესები მიდის ჩვენს ორგანიზმში და სხეულში. ეს არ არის მხოლოდ რომ რაღაცა მოვიწყინე, რაღაც ცუდად ან გაუბრაზდი, ხო? აი ქიმიურ დონეზეც გამოიყოფა შესაბამისი ჰორმონები, რომელიც ზემოქმედებს ჩვენს სხეულზე, ხო? იგივე ადრენალინი, კორტიზოლი, რომელიც სტრესის ჰორმონად არის მიჩნეული, ხო? შესაბამისად ორგანიზმი არის მუდმივად აი რაღაცა შეიძლება იყოს მოჭიმულ და დაჭიმულ მდგომარეობაში, ხო? აი მე თუ მუდმივად რაღაცა ესეთი გამოწვევა მაქვს, რომ აი გაკვეთილი კარგად უნდა მოვყვე, აი რაღაც არ შემეშალოს, ხო? ეს რა თქმა უნდა გარკვეული სტრესია, ხო? შესაბამისად აი შეიძლება სხეულებრივ დონეზეც გრძნობდეს მოზარდი დაჭიმულობას და დაძაბულობას. იგივე სხეულში, ხო? აი რაღაცა შეიძლება იყოს ძალიან გაშიშებას გრძნობდეს ან მხრებში განიცდიდეს რაღაც სხეულებრივ ტკივილ, შეიძლება მუცლის ტკივილი ქონდეს ან ქრონიკულად თავის ტკივილს უჩიოდეს, ხო? ეს არის სტრესის სხეულებრივი გამოვლინებები, ხო? მით უმეტეს თუ ეს ქრონიკულად გრძელდება და დიდხანს გრძელდება. თუ მუდმივად ქრონიკულად სტრესის მდგომარეობაში ვარ, ეს შეიძლება შემდგომ თუ მე რაღაც არ ვიღონე, რომ რაღაც უფრო კარგად გავუმკლავდე, არ ვიზრუნე საკუთარ თავზე და საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე, ხო, არ გავაკეთე რაღაც ემოციური ვენტილაცია და ასე შემდეგ. შეიძლება გრძელვადიანად ამ ქრონიკულმა სტრესულმა მდგომარეობამ გარკვეულ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებამდეც მიმიყვანოს, ხო? იგივე კუჭნაწლავის პრობლემები, ქრონიკული თავის ტკივილი, ხო? კუნთების ტკივილი, კუჭის წყლული, ხო, ესეთი დიაბეტი, ანუ მსგავსი რაღაცები თუ ქრონიკულად წლების განმავლობაში ადამიანი მუდმივად სტრესულ გარემოში ცხოვრობს, ეს შეიძლება ერთგვარად დაკავშირებული იყოს გარკვეულ დაავადებებთან, ხო, რომელიც ფსიქოსომატურ გამოვლინებებს ვეძახით ხოლმე ამას ჩვენს ორგანიზმში, ხო? ამიტომ აი ესეთი აქტივობები, რაც წელან შენ ჩამოთვალე, შეიძლება იმ მართლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს თანამედროვე სამყაროში, სადაც სტრესი არც თუ ისე ცოტაა, ხო? გარდა იმისა, რაც წინა წლებში და შეიძლება იყოს, პლუს ამას ემატება კიდე ჭარბი ინფორმაცია. ხო, რომელიც ასევე ჩვენი ტვინისთვის სტრესად აღიქმება, ხო? რაღაც გარკვეულ ზეწოლად, ანუ მას მუდმივად უწევს ამ ჭარბი ინფორმაციის გადამუშავება. ასე რომ ცურვა, სუფთა ჰაერი, მეგობრებისთვის რაღაცის მოყოლა, გაზიარება, საკუთარი ემოციების შესახებ საუბარი, ხშირად სპორტი და მსგავსი აქტივობები არის ჩვენთვის სასარგებლო აქტივობები, ჯანსაღი ადაპტური სტრესთან გამკლავების მექანიზმები, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაშიც და იმ კონკრეტულ შემთხვევაშიც დადებით ეფექტს გვაძლევს. თუმცა სამწუხაროდ არის არაადაპტური გამკლავების მექანიზმები, რომელსაც შეიძლება რომ ადამიანმა მიმართოს. რაც იმ კონკრეტულ მომენტში შეიძლება მომეჩვენოს, რომ მიმსუბუქებს ჩემს მდგომარეობას. თუმცა საბოლოო ჯამში უფრო ნეგატიურ შედეგამდე მიმიყვანოს. ხო, ასეთია, შეიძლება იყოს
თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის მოხმარება, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება, ბატონო. ადიქცია და ასე შემდგომ. Mhm. და ერთ-ერთი მექანიზმი, რომელსაც შეიძლება ადამიანმა მიმართოს, ასევე არის ჭარბად მოხმარება ეკრანის და სოციალური მედიის, რომელიც ყურადღების რა თქმა უნდა, ეს არის საშუალება, რომელიც დადებითადაც შეგიძლია გამოიყენო. თუმცა შეიძლება იქცეს ერთგვარად მიჯაჭვულობის საგნადაც, რომელიც ადამიანისთვის შეიძლება იყოს გარკვეულ იმ რეალობებიდან გაქცევის საშუალება, რომელიც მას არ მოსწონს, მისთვის მტკივნეულია და ასე შემდეგ. რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში არ გვაძლევს დადებით ეფექტს, იმიტომ რომ მისი ჭარბად მოხმარება დაკავშირებულია მომატებულ შფოთვასთან, გაღიზიანებასთან და სხვადასხვა ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან, ხო? ასე რომ სოციალური მედიის გამოყენებაც შეიძლება იყოს სტრესთან გამკლავების მექანიზმი, თუმცა ჭარბად მოხმარება კიდე თავის მხრივ გარკვეულ მდგომარეობებთან და პრობლემებთან არის ხოლმე დაკავშირებული. საკებია. ამ ხო, საინტერესოა ნამდვილად. სიმართლე გითხრათ, მე პირიქით მეგონა რომ ეს სოციალური მედია იმდენად დიდ სტრესს შეიძლება გამოეწვია, რომ ნებისმიერი სხვა დანარჩენი მიზეზი დაეჩრდილა, მაგრამ როგორც ჩანს, მაგასაც აქვს თავისი დადებითი და თავისი უარყოფითი და ალბათ დამოკიდებული არის ჩვენ როგორ ჩვენ გამოვიყენებთ. როგორ გამოვიყენებთ? კი და ასევე მაინტერესებს ის საკითხი, თუ როგორ შეიძლება უშუალოდ მშობელმა მიიღოს მონაწილეობა ამ ყველაფერში, როგორ შეიძლება დაეხმაროს შვილს, როდესაც მსგავს რთულ პერიოდს გადის და რა რჩევები შეგიძლიათ მისცეთ უშუალოდ მშობლებს? მშობლებთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის ვგრძნობ, რომ მთავარი რაც მშობელს სურს და ყველა მშობელს ეს აერთიანებს, არის პოზიტიური განზრახვა. ანუ ყველა მშობელს უნდა რომ მისი შვილი იყოს ბედნიერი, ჯანმრთელი. კი ბატონო. ხო, ეს არის მთავარი მოტივი მშობლის. ამ პროცესში ამის ასე ვთქვათ, ამას რომ მიაღწიოს, რომ მისი შვილი იყოს ჯანმრთელი, ბედნიერი, ну ამ როგორი მიდგომები გვაქვს, ეს შეიძლება რომ იყოს გარკვეულწილად შესაძლებელი ან დასაფიქრებელი, თუმცა განზრახვა მშობლის ეს არის, რომ ყველა მშობელს უნდა ყავდეს ბედნიერი, ჯანმრთელი შვილი. რა თქმა უნდა, თვითონ მოზარდობის ასაკის თავისებურებების ცოდნა, გააზრება არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მშობელს ეხმარება, რომ შეძლოს იყოს უფრო მხარდამჭერი მოზარდისთვის. და მეორე, ასევე თვითონ გაიხსენოს საკუთარი მოზარდი მე. ხო, რაღაცნაირად შეეხოს თავის მოზარდობას და თავის გამოცდილებებს. ხო, ამის გააზრება და გახსენება და საკუთარ მოზარდ მესთან შეხვედრა ხშირად ეხმარება მშობელს, რომ უფრო ემპათიური იყოს და გაუგოს თავის მოზარდ შვილს. თუ როცა მშობელმა იცის, რომ ძირითადი მიზეზი, ხო, რის გამოც რთულდება კომუნიკაცია, არის ის რაღაცები, ხო, რაც მოზარდისთვის ასაკობრივი გამოწვევაა, ხო? ანუ მოზარდმა უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი, რომ ვინ ვარ მე და ვინ მინდა რომ ვიყო, ხო? აი მიდენტობის ძიების პროცესში ასევე პარალელურად იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რაც ახლა ფაქტობრივად მშობლებისთვის საუბრობ, მშობლებს აქვს ყოველთვის განზრახვა, რომ დაიცვას საკუთარი შვილი და იყოს ის ბედნიერი და ჯანმრთელი. და სადღაც 10-11 წლამდე ამას ძალიან კარგად ახერხებს. თუმცა როცა მოზარდობის ასაკში გადადის და ადამიანი უკვე საკუთარ პიროვნების ასე ვთქვათ, ფორმირებას, გამოთვლას იწყებს, ხშირად არის რომ მშობელს უჭირს, რომ რაღაცა შეცვალოს საკუთარი მიდგომები და ზოგჯერ გონია, რომ ფუნქციის გარეშეც კი რჩება, რადგან ისევე არ შეუძლია, რომ მის გვერდით იყოს და დაიცვას, როგორც უფრო პატარა ასაკში ახერხებდა. და სწორედ ის რაღაცა ახალი როლის პოვნა,
მოზარდთან მიმართებაში არის ერთგვარი გამოწვევა მშობლისთვისაც, რაც რა თქმა უნდა არც ისე მარტივია, თუმცა რა თქმა უნდა შესაძლებელი არის, რომ მშობელმა გაიაზროს, რომ ის რაღაცა უფუნქციოდ კი არ რჩება, არამედ ახალ როლში გადადის და ეს ახალი როლი კი. არის მოზარდის მშობელი, ხო? კი. და ესეც ერთგვარ კრეატიულ მიდგომასაც კი, მოითხოვს. სხვათა შორის მეც მივესალმები ისეთ მიდგომას, რომ აი უფრო მეგობრული დამოკიდებულება იყოს მშობელსა და შვილს შორის, ვიდრე ის რაღაც განსაზღვრული შაბლონური დედა-შვილის ან მამა-შვილის ურთიერთობა. და ამ ყველაფერმა რეალურად შეიძლება სწორედ ეს მიდგომაც იყოს ერთ-ერთი გამოწვევი, რამაც შეიძლება უშუალო სტრესი გამოიწვიოს. მრავალი ადამიანები არიან ისინი, ვისაც შეგვიძლია ამ დროს მიმართოთ. ესენი შეიძლება იყოს ჩვენი მეგობრები ან თუნდაც ფსიქოლოგები და ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით? როდესაც კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ როდის უნდა მივმართოთ და ვის უნდა კი მივმართოთ, ბატონო, ხო? კი. ასეთ შემთხვევაში, როგორც გითხარით, სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ისედაც გვაქვს გარკვეული მექანიზმები, რომელსაც ვიყენებთ, რაც შენც ჩამოთვალე, ხო? გასეირნება მეგობრისთვის, გაზიარება სპორტით, დაკავება წიგნის კითხვა, ხატვა, ჰობი არის, ბევრი კი ბატონო, დიახ. მდგომები არსებობს და მიუხედავად ამისა, თუ ვატყობთ, რომ გარკვეულწილად ჩემი გუნებაგანწყობა შეიცვალა, ან მეგობარს ვატყობთ, რომ მნიშვნელოვნად შეიცვალა. ხო, გუნებაგანწყობის ცვალებადობა მოზარდობისთვის ისედაც დამახასიათებელია და მისი ერთგვარი შემადგენელი ნაწილია, რომ ეს ემოციები ძალიან მარტივად იცვლება ხოლმე, შეიძლება უცებ ახტაცებიდან გადავიდეს პირიქით ძალიან სევდიან გუნებაგანწყობაში, ესეც ასაკობრივია, თუმცა ისევ ვუბრუნდებით იმას, რომ თუ ვატყობ, რომ ძალიან შემეცვალა ურთიერთობები, უფრო გაღიზიანებული ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი, სწავლაზე კონცენტრაციას ვეღარ ვახერხებ. რაღაცა მუდმივად სევდიანი ემოციური მდგომარეობა მაქვს, ხო? ასევე ფიქრები, აზრები, რაც შეიძლება ასევე სევდიანი იყოს, ან პირიქით ძალიან შფოთიანი ვარ და მიჭირს ერთ რაღაცაზე კონცენტრირება, ხო? ან პირიქით ძალიან ინერტული გავხდი. ან როდესაც ხედავთ, რომ რაც ადამიანს ადრე აინტერესებდა, აღარ აინტერესებს, ხო? ანუ ძალიან იკლო ინტერესმა. ის კი არა, რომ ერთი მაინტერესებდა და სხვა რამით ჩავანაცვლე, ანუ თითქოს ძველებურად აღარ მაინტერესებს ის, რაც ადრე მაინტერესებდა. ასევე, როდესაც სწავლის ხარისხი იკლებს და ვეღარ ახერხებს ადამიანი, რომ ისე იგივე ხარისხი შეინარჩუნოს, ურთიერთობები იცვლება, ემოციურად გაღიზიანებულია, ფიზიოლოგიურადაც ან ძილიანობა მაქვს, ან უძილობა, ან მომატებულება და ან უმადობა, ან რა ვიცით, მუდმივი ქრონიკულად ან რაღაცას ტკივილს ვუჩივი. ხო, აი ფიზიოლოგიურადაც გრძნობ, რომ რაღაცები შემეცვალა. აი ასეთ შემთხვევაში ძალიან ასე ვთქვათ, სასარგებლო არის, რომ ამის შესახებ გავუზიარო იმ ადამიანებს, ვისაც ვენდობი. ან ასევე მივმართო შესაბამის სპეციალისტს, ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგი, ან ფსიქიატრი. ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი. ფსიქიატრის პროფესიასაც მინდა შევეხო, აქაც გვაქვს ძალიან მაღალი სტიგმა და ამაზეც მინდა 1-2 წუთი ვისაუბრო. სტიგმა შეეხება იმას, რომ ხშირად ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებთან მიმართვა, გარკვეულწილად განსაკუთრებით ფსიქიატრთან მიმართვა ერთგვარად სტიგმატიზირებულია ხოლმე. შესაბამისად, ადამიანი მაქსიმალურად შეიძლება თავს იკავებდეს როგორც მშობელი, ასევე დასრული, რომ მისი შვილი ან თვითონ მივიდეს ფსიქიატრთან. და ერთგვარად რიგით მეხუთე სპეციალისტია ხოლმე ფსიქიატრი, ვისთანაც მიდის ადამიანი, როდესაც პირდაპირ მასთან უნდა მიდიოდეს პირველივე ჯერზე, ხო? რადგან ისეთი სირთულეები, როგორც შეიძლება იყოს ფსიქოემოციური სირთულეები, არის ფსიქიატრის კომპეტენცია.
თუმცა როგორც წესი დაგვიანებულად ხდება ხოლმე მიმართვა. თუ ეს ამგვარ ცვლილებებს გრძნობთ, ანუ ფსიქიატრთან ვიზიტი აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ადამიანს რაღაცა დიაგნოზი აქვს, ან აუცილებლად ფსიქიატრი მედიკამენტს გამოიწერს. უბრალოდ ის არის ადამიანი, ვინც სწორად შეაფასებს მდგომარეობას და სწორ მიმართულებას მისცემს ადამიანს, რომელსაც შეიძლება მხარდაჭერა სჭირდებოდეს. და როგორც მიმართვის და რაც უფრო ადრეულ პერიოდში მივმართავთ ფსიქოთერაპევტს, ფსიქოლოგს, ფსიქიატრს, მით უფრო კარგი შედეგი გვაქვს ხოლმე თერაპიების შედეგად. ასე რომ თუ ადამიანი გრძნობს მის ან მის ახლობელს, რომ გარკვეული ფსიქოემოციური მხარდაჭერა სჭირდება, დროული მიმართვა ყოველთვის უფრო შედეგიანი არის ხოლმე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან აუმწურავად ისაუბრეთ და ძალიან საინტერესო იყო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მაყურებლისთვისაც საკმაოდ საინტერესო პოდკასტი გამოვიდა. ამ პოდკასტით დღეს ჩვენ უკვე დაგემშვიდობებით. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ ჩვენი YouTube არხის გამოწერა, ზარის ღილაკის ჩართვა, მოწონება და შეგიძლიათ ასევე დაგვიკომენტაროთ, რა თქმა უნდა, ვის ისურვებდით შემდეგ პოდკასტში. დროებით დაგემშვიდობებით და შევხვდებით მომავალ ვიდეოში.